ну, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს კანონიკური სამართლის მიმართულებასაც და აქედან გამომდინარე წილად ხვდა ეს საინტერესო თემა. აა ასე ვთქვათ, ძირითადი კვლევითი კითხვა, რომელიც ჩვენ გვექნება დღეს, შეეხება ყალიბდება მოკლედ ესე, რომ როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა პრიმატის ნოდავლობის ინსტიტუტი და როგორ ფუნქციონირებს იგი მართლმადებელ ეკლესიაში. ანუ ამ კითხვას, ამ ძირითად კვლევით კითხვას რომ პასუხი გავცეთ, შემდეგი სადისკუსიო თემები გვესახება ჩვენ, როგორც ეკლესიის ერთობის მნიშვნელობა, პრიმატისა და სინოდალურობის ბიბლიური და მამათასეული საფუძვლები, სამიტროპოლიტო სისტემა, როგორც ავტოკეფალიის წინა სახე, პრიმატისა და სინოდალურობის ფუნქციონირება ადგილობრივ, ეპარქიულ და მსოფლიო დონეზე, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პრიმატის საკითხი, თუ დრო გვექნება ასევე განვიხილავთ ავტოკეფალიისა და ავტონომიის ინსტიტუტს ძალიან მოკლედ. შემდეგ ვისაუბრებთ პრიმატისა და სინოდალურობაზე დღეს, თუ როგორ ფუნქციონირებს და რა ხდება დღევანდელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. და ნუ დასკვნის სახით შევაჯამებთ მოკლედ ამ ჩვენს თემას. სანამ უშუალოდ ამ თემებზე გადავიდეთ, მსურს მოკლედ მიმოვიხილოთ ტერმინები, იმიტომ რომ სესიის განმავლობაში ჩვენ ვახსენებთ რამოდენიმე ასეთ ტერმინს და თქვათ შეგიძლიათ ფოტოც გადავუღოთ ამას, რომ გაუგებარი არ აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, რაიმე ტერმინი თქვენთვის. ნუ წინა სესიებზე მამა ლონგინოზმაც და სხვა სესიებზე შეიძლება ითქვა, რომ კანონიკურ სამართალის რაობის შესახებ, ხო, მაგრამ ასე ვთქვათ, გავიმეორებდი, რომ კანონიკური სამართალი ეს არის თეორიაში გადმოცემული მართლმადიდებლური თეოლოგიის პრაქტიკაში აღსრულება. ანუ ეს არის ერთგვარი მცირე დეფინიცია. რაც შეეხება პრიმატს, აქ ჩვენ გულისხმობთ როგორც პიროვნებას, ასევე ინსტიტუციას. ქართულად ეს პრიმატი ლათინურიდან მოდის, primus პირველიდან, ან ბერძნულად მაგალითად არის პროტევონ, ან პროტოს, ხოლო ინსტიტუცია პრიმატი ეს არის პროტიონ, primacy ინგლისურად. სინოდალურობა ეს ყველასთვის ცნობილია, რომ სინოდი კრებას ნიშნავს და მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ასევე და ნიშნავს თანამეგზურობას, ერთად სიარულს. რაც შეეხება მიტროპოლის და მიტროპოლიას, ეს მომდინარეობს ასევე ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს დედაქალაქს, მიტროპოლია, მიტრიპოლის და მიტროპოლიტის შესაბამისად დედაქალაქის ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი თვითონ ტერმინი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს ასევე და ნიშნავს ზედამხედველობას, აი ბერძნული ზმნა არის ეს ეპისკოპო, რაც ზედამხედველობას ნიშნავს. ასევე საკრამენტალური, რომელსაც ჩვენ ხშირად გამოვიყენებთ დღეს, მომდინარეობს ძირითადად ლათინურიდან, მაგრამ ნუ მისი ქართული შესატყვისი არის საიდუმლოებითი, ანუ საკრამენტიდან მოდის, საიდუმლოდან მოდის. ბერძნულად ეს გახლავთ მისტერია კი. ასევე ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი არის კათოლიკე და კათოლიკურ ეკლესიას შორის განსხვავება. კათოლიკ ეკლესიაში ჩვენ გულისხმობთ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის, თუ კონფესიურად შევხედავთ ამ საკითხს და კათოლიკურ ეკლესიაში მოიაზრება რომის ეკლესია, რომელთანაც დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას ევქარისტიულ კავშირი არ აქვს. შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს პენტარქია, ეს ხუთ საპატრიარქოს, პირველ ხუთ საპატრიარქოს შეეხება, ანუ პირველ 1000 წლეულში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არსებობდა ეს ინსტიტუტი, ნუ ეკლესიის ასე ვთქვათ, ისტორიულ წყაროებში არსებობს ამის შესახებ საუბარი, რომ ხუთი საწყისი, ასე ვთქვათ, ხუთი საპატრიარქო, ანუ რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. ასევე არსებობს ტერმინები პრესვიგენული ეკლესია, პრესვიგენის ეკლესია, რაც ნიშნავს ძველი წარმოშობის ეკლესიას და ძირითადად ამ პენტარქიულ ეკლესიებზე არის ხოლმე საუბარი და ასევე არსებობს ტერმინი პრესვიტერა რომი, ანუ უხუცესი რომი, ასე მოიხსენება ძირითადად რომის ეკლესია მსოფლიო კრებებში, რომ ვიცოდეთ. ეხლა ჩვენ უკვე გადავდივართ ჩვენი სესიის პირველ ნაწილზე, ეკლესიოლოგიურ და ისტორიულ დეტალებზე. და ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყოთ ეკლესიის ერთობის მნიშვნელობით. ჩვენთვის ცნობილია, რომ თვითონ სიტყვა ეკლესია მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან, ზმნიდან, ეკკალეო და ნიშნავს მოწვევას, შეკრებას, თავშეყრას. რა, ანუ პირდაპირ ვთარგმნოთ, ეკლესია ეს არის საკრებულო. და ამ ეკლესიაში გაერთიანებული არიან ხალხი, რომელიც იესო ქრისტეს მითითების მიხედვით მონათლული არიან მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. როგორც ასეთი მთავარი ფუნდამენტი ამ ერთობის იესო ქრისტემ დაამყარა ამ ფუნდამენტად განსაზღვრა სიყვარული, რომ უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი და ამაზე დიდი მცნება არ არის, ხო? იმიტომ რომ აი მაგალითად ივანეს პირველ ეპისტოლეში ჩვენ ვკითხულობთ, რომ თუ ვინმე ამბობს, რომ ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, სრუა. ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს. ანუ სიყვარული დაედო, ასე ვთქვათ, ამას საფუძვლად.
რაც შეეხება ამ ეკლესიის სამსაკრებულოს წევრებს, არიან ყველა განურჩევლად მათი სქესისა და თქვათ მათი სოციალური სტატუსისა. ისინი, ვინც იესო ქრისტეს ეკლესიაში მონათლული არიან სამების სახელით, როგორც აღნიშნეთ, ხო? იგივე მაგალითად აი კორინთელთა პირველი კორინთელთას მე-12 თავში საუბარია, რომ აღარ არსებობს თავისუფალი მონა, ბერძენი თუ წარმართი თუ იუდეველი, არამედ ყველა ერთი არის ქრისტეში. და როგორც ასეთი ამ ეკლესიის ერთობის პრინციპად იესო ქრისტე წარმოგვიდგენს სამების მოდელს, ხო, ანუ ეუბნება მამას, რომ რათა ყოველი ერთი იყვნენ როგორც შენ მამაო ჩემში, ხოლო მე შენში. ანუ აქ ჩვენ ხედავთ რეადოლოგიურ ეკლესიოლოგიას, ანუ ეკლესიის ერთობას, რომელიც დაფუძნებულია სამების მაგალითზე. ანუ რომ სამების მაგალითზე ჩვენ წინა სესიებზე ვისაუბრეთ, რომ ესე იგი ეს ურთიერთობა სამების შესახებ ჩვენ ვიცით სამების პიროვნებების ხო რომ არსებობს ერთი არსი და ამ არსში არსებობს ამ არსიდან გამომდინარე არსებობს სამი სხვადასხვა პიროვნება რომელიც ამ ერთ არსში არიან გაერთიანებულები ხო აქედან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილია რომ ეკლესია ეს არის სადაც 2 და 3 შეიკრიბება იესო ქრისტეს სახელით და იესო ქრისტეც იქ არის და შესაბამისად ანუ იქ არის ეკლესიის სრულყოფილებაც აი ჩვენ მაგალითად თუ გადავხედავთ საუფლო ლოცვას მამაო ჩვენოს რომელიც ჩვენთვის ძალიან ცნობილი ტექსტი არის დავაკვირდებით რომ ეკლესიაში უკვე აღარ არსებობს ინდივიდუალისტური მიდგომები ხო ანუ აქ არსებობს უკვე ჩვენ ანუ მე დავაკვირდეთ მაგალითად მამაო ჩვენო პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან შემიყვანებ ჩვენ მიხსენ ჩვენ ანუ აქ ხედავთ რომ აი ეს ერთობის პრინციპი ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის არის ეკლესიაში და ეს ინდივიდუალისტური ასე ვთქვათ ფაქტორები უკვე ეკლესიაში აღარ არსებობს. იგივე მაგალითად თუ დავაკვირდებით, ყველას მოსმენილი გექნებათ ყველა მსახთო მსახურებებზე, რომ დიდი კვერექსის დროს მღვდელი ან დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს მშვიდობისათვის მთელი სამყაროში და ყოველთა ერთობისათვის. ანუ ეს ერთობის პრინციპი ვხედავთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეკლესიისთვის, რომ ამისთვის ლოცულობს ყოველ მსახურებაზე, ასე ვთქვათ. იგივე მაგალითად ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ნიკეა კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს, აი მაგალითად თქვენგან მარცხნივ ხედავთ ნიკეის მსოფლიო კრების მიერ შემუშავებულ სარწმუნოების სიმბოლოს, ანუ მრწამს. სადაც ჩვენ აქ ხედავთ აი შემოხაზულიც არის, რომ აქ არ არის მრწამს ერთი ღმერთი, არამედ გვრწამს ერთი ღმერთი, ანუ მრავლობითი წერია აქ. ან იგივე მაგალითად კონსტანტინოპოლის კრების უკვე მეორე მსოფლიო კრების მიერ შევსებული და განახლებული ვარიანტი, ასე ვთქვათ, თქვენგან მარჯვნივ, ხედავთ რომ იგივე წერია, აი გვრწამს ერთი ღმერთი. ან მაგალითად ვაღიარებთ ერთსანათლის ღებასა, ხო? მოველით აღდგომა სამკვდრეთით, აი პროსდოკუმენ ანასტასი ნეკრონ. ანუ ეს ერთობის პრინციპი და ეს კრებსითობა უკვე ეკლესიის ბუნებაშივე არის ჩადებული, ანუ ეკლესიის დასახელებაშივე არის ჩადებული ეს კრებსითობა და ეს ერთობა, ასე ვთქვათ. და როგორ ვლინდება ახლა ეს ერთობა პირველი ქრისტიანების ცხოვრებაში ისმის კითხვა, ხო? აი მაგალითად საქმე მოციქულთას ჩვენ თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ ყოველი მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. დღენიადაკ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს ღვთისმაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლიც მოსილნი. ხოლო უფალი დღითი დღე მატებდა ეკლესიას დახსნილთ. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ერთობის პრინციპი არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. და შესაბამისად რა მოიტანა ამ ერთობამ, ხო? აი მაგალითად გერმანელი პროფესორის ეკლესიის ისტორიის და კანონიკური სამართლის პროფესორი, რომელიც აი თავის საეკლესიო სამართლის წიგნში ასკვნის, რომ ეს სინოდურობა, ანუ ეკლესიის სინოდური მოწყობა და სინოდური ცნობიერება, სწორედ ასეთმა ქრისტიანულმა შეკრებებმა წარმოშვა, ხო, რომ ანუ, როდესაც ისინი იკრიბებოდნენ მათ გარდა იმისა, რომ თქვათ აღასრულებდნენ ევქარისტიას, შეიძლება რაღაცა განსხვავებებიც ჰქონოდათ ერთმანეთში და ამ ასე ვთქვათ სინოდურობის კონტექსტში გადაწყდებოდა ხოლმე. იგივე მაგალითად პავლე მოციქულიც საუბრობს, რომ როდესაც რაღაცა განსხვავებები აღმოჩნდება ქრისტიანებს შორის, უშუალოდ ქრისტიანების მიერ უნდა იყოს ეს განსჯილი და განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, აი მაგალითად ცნობილი თეოლოგი მიტროპოლიტი ივანე ზიზიულასი ამბობს, რომ ადრეული ქრისტიანობის ეკლესიოლოგია არ იყო აბსტრაქტული და თეორიული, არამედ პრაქტიკული. განსხვავება თეორიულ და პრაქტიკულ ეკლესიოლოგიას შორის მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ეკლესიის შესახებ პირველი თეოლოგია არ განვითარდა როგორც თეორია ეკლესიის იდეის ან კონცეფციის შესახებ.
არამედ გაჩნდა როგორც მოვლენის და მდგომარეობის ცოცხალი გამოცდილებიდან, რომელშიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. ამიტომაც ეკლესიის შესახებ თეორიული თეოლოგია არ უსწრებდა წინ ეკლესიის ცხოვრების ისტორიულ მოვლენებსა და ინსტიტუტებს. პირიქით, მის მიერ რეალიზებულმა ეკლესიის მოვლენებმა და გამოცდილებამ თანდათანობით გამოიწვია თეორიული თეოლოგიის ფორმულირებებიც, ხო? ანუ აქ გამოცდილების და ამ პრაქტიკული თეოლოგიის მხარე ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ აი მაგალითად თუ შევხედავთ ამ გამოცდილებას კიდევ სხვა კუთხიდან, აი ბერძენი პროფესორი ნიკოს მაცუკასი თავის წიგნში, რომელიც აქ არის მოყვანილი, მართლმადიდებლობა და ერესი, ასეთ რამეს წერს, რომ დოგმები არის სწავლება, რომელიც მომდინარეობს ერთი თემის, ანუ საზოგადოების, ასე ვთქვათ, საკრებულოს გამოცდილებიდან. დოგმატური სწავლება ყოველთვის წარმოადგენს თეორიისა და პრაქტიკის ჰარმონიულ და ფუნქციონალურ მთლიანობას. ერთი ფუნქციის გაგება მეორის გარეშე შეუძლებელია. ქადაგება, ღვთისმსახურება, დოგმის ფორმულირება, ხელოვნება, კანონები და ორგანიზება განისაზღვრება და გაჟღენთილია თვით საერთო საეკლესიო ცხოვრებით, რაც არის გამოცდილება, ბრძოლა და პირადი და სოციალური რეალობის პრაქტიკული აღიარება. მაშასადამე დოგმატები დოგმატი ან დოგმატები ან დოგმატური სწავლება არანაირად არ შეიძლება იყოს გაგებული როგორც აბსტრაქტული პრინციპები. ეს გადაჯაჭვულია ცხოვრებასთან და ისტორიის მიმდინარეობასთან, ხო? აი მაგალითად ვოლტერ კასპერი, რომელიც გახლავთ გერმანელი ცნობილი თეოლოგი, იტყოდა, ეს პარაფრაზი არის, ეს არ არის ციტატა. ფაქტი, რომ იესო ქრისტე ხალხმა შეიცნო როგორც ღმერთი, წარმოადგენს ზუსტად პირველი ქრისტიანების გამოცდილებას, როდესაც ისინი ფიზიკურ კავშირში მოვიდნენ სამყაროს ყოვლისშემძლე და გარშემოუწერელ ღმერთთან. შესაბამისად, ამ გამოცდილებიდან იბადება დოგმებიც. ანუ ისინი იყვნენ განკაცებული ღმერთის თვითმხილველნი. აქვე აკრიტიკებს მაგალითად ცნებას, რომ ღმერთის მრწამს, მაგრამ არ მრწამს ეკლესიის. რადგან ეკლესია არის ის, რომელმაც ასე ვთქვათ, დაამოწმა და ანუ პირველი ეკლესიის ქრისტიანებს გულისხმობთ, ხო, რომელმაც პირადად ჰქონდათ შეხება ქრისტესთან. და აქედან გამომდინარე იბადება ქრისტოლოგიური ეკლესიოლოგია, ანუ ეკლესიოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ქრისტეზე და პირიქით, ხო? და აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, თუ ვინ არის ეს ეკლესია, ხო? აქ ძველი ქართული ტექსტი მყავს მოყვანილი, იმიტომ რომ ქართულად უფრო მეტად ეს გადათარგმნილი არის ტერმინი ეკლესია, ამიტომაც კრებული შემოდის. აი მაგალითად და მირაი ვიდეს იერუსალიმთ შეწყნარებული იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა. აი ბერძნულად უფრო გამოკვეთილი არის აი მაგალითად იპოტის ეკლესიას და მოციქულთა და ან მაგალითად ეს მე-15 თავიდან არის ამოღებული, როდესაც ეს ცნობილი სამოციქულო კრება იყო ჩატარებული და განიხილავდნენ იქ სხვადასხვა საკითხებს, ხო? ან მაგალითად გაგრძელება შემდეგ, მაშინ ჯერ იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით, ანუ მთელ ეკლესიასთან ერთად მოციქულებმა და ხუცესებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, აი სინოლიტი ეკლესია. ანუ ეს აქ უკვე ვიგებთ, რომ აი საკრებულო ეს ხალხის ერთობლიობა არის, ხო? აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ ხედავთ, რომ პირველი ქრისტიანების გამოცდილება გამოცხადების შესახებ ეს წარმოადგენს განცხადებულ და განკაცებულ ღმერთის თვითმხილველობას, მოწმეობას, ხო, რომელიც უკვე წარმოშობს გამოცდილების, გამოცხადების თეორიულ გარდამოცემას, აი რასაც ჩვენ წმინდა გარდამოცემას ვეძახით მართლმადიდებელ ეკლესიაში, ხო, ანუ ცნება განკაცებული ღმერთის შესახებ, რომელიც მერე უკვე წარმოადგენს იგივე თანამედროვე გამოცდილებას, გამოცხადების შესახებ, ანუ კრიტერიუმი ხდება უკვე, ხო? აქედან მერე იბადება იგივე ქრისტიანული ცნობიერება, რომელიც ჭეშმარიტების კრიტერიუმად გვესახება, იგივე მაგალითად მსოფლიო კრებები შეიძლება მოწვეული იყო ხოლმე ზოგიერთი მსოფლიო კრებებად, მაგრამ ეკლესიის ცნობიერება მერე სხვანაირად აღიქვამდა მათ, ან ადგილობრივ კრებებად, ან ვთქვათ ავაზაკთა კრებად და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც ახლა ჩვენ რო დავაკვირდეთ მაგალითად სად ჩდება კლიმატისა და სინოდალურობის ურთიერთობა, აი დავაკვირდეთ მაგალითად პავლე მოციქული რას წერს თესალონიკელებს, რომ გევედრებით ძმანოს სანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი, პროისტამენი და თქვენი მოძღვარნი. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი მათი საქმის გამო. ანუ აქ ჩვენ ხედავთ, რომ ამ საკრებულოში ვიღაცა გამოკვეთილი იყო, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული როლი გააჩნდა. იგივე მაგალითად პავლე ებრაელებს წერს, რომ დაემორჩილენით თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხრით, რადგან ეს აღარას გარგებთ თქვენ. ანუ აქ ხედავთ, რომ
ვიღაცა ამ თემებში, ამ კრებულებში გამოკვეთილია, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული როლი გააჩნია, რომელიც ამ პიროვნებების სულებზე ზრუნავს, ამ ეკლესიის, ამ საკრებულოს ერთობაზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა თუ როგორ უკავშირდება ეხლა ეს პრიმატი და სინოდალურობა ერთმანეთს. მე აქ მოყვანილი მყავს ედვარდ სკილიბექსი, ეს იყო ბერძენი, უკაცრავად ბელგიელი თეოლოგი და პროფესორი ლუვენის უნივერსიტეტში, რომელსაც ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს დაწერილი ეკლესიაში ამ მსახურების შესახებ და აი ამ საკითხს მიმოიხილავს ეს და მაგალითად მოყავს მე ქალკედონის მეექვსე კრების კანონი, ქალკედონის მეოთხე კრების მეექვსე კანონი, რომელიც ადგენს, რომ როდესაც სასულიერო პირის კურთხევა ხდება, ეს უნდა მოხდეს კონკრეტული ეკლესიისთვის და არა ზოგადად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამ ხელდასმას არავალიდურად ცნობს კრება. იმიტომ რომ კონკრეტულ ეკლესიაში სამღვდლო ხარისხს გააჩნია თავისი ასე ვთქვათ შინაარსი, ხო, რომ ის არის მსახური. შესაბამისად ის თუ არ დადგინდა ეკლესიაში, მაშინ ვისი მსახური იქნება, ხო? აქედან გამომდინარე, რადგანაც კონკრეტული ეკლესია ან სამრევლო და საკრებულო თავის თავში კრება არის, რომელიც პრიმატს, ანუ მათში გამორჩეულ პიროვნებას ანიჭებს საკრამენტალურ და ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას, პრივილეგიას, ანუ იმიტომ რომ ამ თავისი პრივილეგიებით ემსახუროს ამ სამრევლოს და ამ საკრებულოს. აქედან გამომდინარე, მაგალითად, რომ ნახოთ ჩვენ პრიმატის ბიბლიური ასე ვთქვათ კონტექსტი და შინაარსი, თქვენთვის მოყვანილი მყავს აქ მე კიეტის დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს იქნა მიღებული მართლმადიდებელი და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის დიალოგის შედეგად, სადაც ასეთი რამე წერია, რომ ტერმინი პრიმატი აღნიშნავს პირველობას, პრიმუს, პროტოს. ეკლესიაში პრიმატი ეკუთვნის მის თავს, იესო ქრისტეს. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, პროტევონ. ქრისტიანული ტრადიცია ცხადყოფს, რომ ეკლესიის სინოდალურ ცხოვრებაში სხვადასხვა დონეზე ეპისკოპოსი აღიარებულია როგორც პირველი. იესო ქრისტე ამ პირველობას უკავშირებს მსახურებას, დიაკონია, ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. და რას ამბობს იესო ქრისტე თავად თავის პრიმატზე, ხო? რადგანაც ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ აქ ამ პრიმატის იდეაში დევს აი ეს მსახურების და თვით საკუთარი თავის გაწირვის იდეა, ხო? რომ ანუ ის მზად უნდა იყოს თავისი ცხოვრებისთვის, რომ თავი შესწიროს და ანუ ეს მსახურების იდეა დევს ამაში. ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ სინოდურობის პირველი შემთხვევა, ასე ვთქვათ, მასშტაბური შემთხვევა შეიძლება ვთქვათ, ეს გახლავთ 60 კრება, რომელიც 59-50 წელს შედგა იერუსალიმში, როდესაც მოციქულებს შორის წარმოიშვა რაღაც გაუგებრობა, თუ როგორ უნდა მიიღოთ ებრაელები წინადაცვეთით თუ მაგის გარეშე და ნუ კრება ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი დაფიქსირებული ისტორიული შემთხვევა. იგივე მაგალითად პროფესორი ფიდასი, ვლასიოს ფიდასი, ბერძენი პროფესორი თავის წიგნში, სადაც საუბრობს სინოდის ინსტიტუტის შექმნაზე, გვესაუბრება სინოდური პროცესების უძველეს გამოვლინებებზე. აი მაგალითად, როდესაც მოციქულებმა დააარსეს თავიანთი ეს ახალი ეკლესიები, მათთან მერე კავშირი ჰქონდათ, ზედამხედველობდნენ და მაგალითად იგივე პავლე ან სხვა მოციქულები და მათი მოწაფეები გვესახებიან როგორც ერთგვარ პატრიარქებად, ან ერთგვარ პრიმატებად, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდათ, ხო? ამ ეკლესიაში. ამავე კონტექსტში მაგალითად შესაძლოა ვიზიტები ქონოდათ, თქვათ, რომელიმე ან მოციქული ან ეპისკოპოსი, თქვათ, რომელიმე სხვა ეკლესიას ან სამრევლოს სტუმრო წვეულიყო და რაღაცა დახმარებოდა, რომ შეემოწმებინათ თუ მართლმკვეთელობდნენ ეს ეკლესიები. იგივე აი მაგალითად ივანეს მეორე ეპისტოლეში ჩვენ ვკითხულობთ ასეთ რამეს, რომ ერთ-ერთ ეკლესიას წერს, რომ ბევრი რამ აქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგან იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გაგესაუბრებით, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ ამ კონტექსტშივე არსებობს და თანამშრომლობა, მიმოწერა, იგივე მაგალითად ვიზიტებიც, როგორც თქვით, ხო? ასევე განსაკუთრებული ასეთი სინოდური შეხვედრები იყო, როდესაც ახალი ეპისკოპოსის გამორჩევა და ხელდასხმა ხდებოდა. აი მაგალითად ადრე როდესაც ქალაქის ეპისკოპოსი გარდაიცვლებოდა და კათედრა დაქვრივდებოდა, მაშინ მეზობელი ეპისკოპოსები შეიკრიბებოდნენ მას შემდეგ, რაც ხალხი აირჩევდა ეპისკოპოსს და ამის შემდეგ უკვე ისინი შეიკრიბებოდნენ ამ ქალაქში, რომ ეკურთხებინათ ეს ეპისკოპოსი. ხო, ანუ ზოგადი ცნება იყო, რომ ორს ან სამს უნდა ეკურთხებინა ახალი ეპისკოპოსი და აქედან გამომდინარე მეზობელი ეპისკოპოსები შეიკრიბებოდნენ და ასე ახდენდნენ ხელდასხმას. აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ
მამათასეული იდეაც სწორედ ამ კონტექსტში მიდის. აი მაგალითად აქ ეგნატე ღმერთშემოსილი მყავს მოყვანილი, რომელიც ასეთ რამეს წერს სმირნიელებს, როდესაც ეპისტოლეს უგზავნის, რომ ყველა თქვენგანი უნდა მიხვეთ ეპისკოპოს, როგორც იესო ქრისტე მამას და პრესვიტერიას, სამღვდელოებას, როგორც მოციქულებს. არაფერი გაკეთდეს ეპისკოპოსის გარეშე, ის რაც ეკუთვნის ეკლესიას. ანუ აქ უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეპისკოპოს ადმინისტრაციული პრივილეგია გააჩნია, რომ ანუ ყველაფერი უნდა შეთანხმდეს მასთან. ის საღვთო ევქარისტია არის ჭეშმარიტი, როდესაც აღესრულება ეპისკოპოსის ან მის მიერ ნებადართული პიროვნებისგან. ხო, ანუ აქ ხედავთ უკვე საკრამენტალური პრივილეგია. ხო, ანუ ევქარისტიას ან ნებისმიერ საიდუმლოს ვალიდურობას ანიჭებს ის, როდესაც ეპისკოპოსის ნებართვით არის გაცემული, ხო? ეს რა თქმა უნდა ზოგიერთისთვის თქვათ არ არის შეწყნარებული ეს იდეა, თუმცა ეკლესიის კანონები ამას ადგენენ, რომ ეპისკოპოსის გარეშე აღსრულებული ნებისმიერი საიდუმლო არის არავალიდური. და ვაგრძელებთ, სადაც ეპისკოპოსი გამოჩნდება, იქ ხალხი უნდა იყოს, ისევე როგორც სადაც არ უნდა იყოს იესო ქრისტე, იქ არის კათოლიკე ეკლესია. და ნუ შემდეგ აგრძელებს, რომ ეპისკოპოსის გარეშე დაუშვებელია ნათლობა და ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად სკოლიოს სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეგნატე ღმერთშემოსილი სავარაუდოდ პირადადაც შეხვედრია იესო ქრისტეს, აი სიმეონ მეტაფრასტი მაგალითად ამას ამტკიცებს, რომ როდესაც აი მათეს სახარებაში ქრისტე საუბრობს და აი ამბობს, რომ ვინც დაიმდაბლებს თავს როგორც ეს ბავშვი და მიუთითებს სწორედ ეგნატე ღმერთშემოსილზე ასე ვარაუდობენ. დავხუროთ მოკლედ ეს სკოლიო. ასევე იგივე ეგნატე ღმერთშემოსილი მაგნისიელების მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ ეპისკოპოს ეკლესიაში უკავია ღმერთის ადგილი. ანუ ის აბსოლუტურად სრულყოფილი არის თავის მსახურებაში ეკლესიაში, როგორც ადმინისტრაციულად, როგორც საკრამენტალურად და ასე შემდეგ. ანუ მას არ ჭირდება გარე შევსება მისი ამ მსახურებაში, ხო? ანუ მას აბსოლუტური სრულყოფილება გააჩნია. რა თქმა უნდა, ის შემდეგ სხვა თემა არის, რომ რა კავშირი არის მღვდელსა და ეპისკოპოსს შორის და რა კავშირია ეპისკოპოსსა და პატრიარქს შორის. ეს თქვათ თუ ვინმეს დაინტერესებს, მე შეგვიძლია ვისაუბროთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ახლა უკვე ჩვენ გადავიდეთ კანონიკურ დეტალებზე, ანუ პრიმატი და სინოდალურობა ეკლესიის ცხოვრებაში. ანუ ჩვენ აქ მოკლედ მიმოვიხილეთ თუ რა ხდება, ასე ვთქვათ, ნიკეის კრებამდე. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ თუ რა ხდება ნიკეის პირველი მსოფლიო კრების შემდეგ, ანუ 325 წლის შემდეგ. პირველ რიგში აქ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს, რომ პრიმატისა და სინოდალურობის ზოგადი პრინციპი არის აღწერილი მოციქულთა 34 კანონში. მოციქულთა კანონებით თქვენთვის ცნობილია, რომ არ არის შედგენილი უშუალოდ მოციქულების მიერ, არამედ უფრო გვიანდელი ტექსტი არის, თუმცა ეკლესიას შეწყნარებული აქვს, რომ ამ ტექსტებს გააჩნიათ სამოციქულო სული, ანუ სამოციქულო იდეები და აქედან გამომდინარე მათ ასე ვთქვათ, მაინც ეწოდება სამოციქულო. აი მაგალითად ეს 34 კანონი, რომელიც კლასიკური მაგალითი არის ამ პრიმატისა და სინოდალურობის ფუნქციონირების, ნახავთ, რომ ასეთ რამეს წერს, რომ ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვათა შეუთანხმებლად, ვინაიდან ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით. ანუ ჩვენ აქ ხედავთ, რომ პრიმატი და სინოდალურობა ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ანუ ერთმანეთს აძლევენ არსებობის წყაროს წარმოადგენენ ერთმანეთისთვის. და მოგვიანებით უკვე 341 წელში ანტიოქიის კრების მე-9 კანონმა გაიმეორა ეს 34 კანონი, მოციქულთა 34 კანონი და დაამატა, რომ ამ პირველს ასევე გააჩნდეს პატივის უპირატესობაც, ხო, ანუ არა მარტო მას გააჩნდეს ასე ვთქვათ პრივილეგიები, არამედ პატივითაც უპირატესი იყოს, აი პირველი იყოს მათ შორის. აი მაგალითად ფოტოზე სულ დავაკვირდებით, აქ ხედავთ ვთქვათ ვინ არის პირველი, ხო? მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ამცრობს დანარჩენ ეპისკოპოსებს. ეხლა შეეხება სამიტროპოლიტოს სისტემას. სამიტროპოლიტოს სისტემა ეს გახლავთ ეკლესიის მმართველობის სისტემა, რომელიც დაამტკიცა, ეს არ მიუღია ასე ვთქვათ ერთ დღეში ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას, არამედ უბრალოდ დაადასტურა და სისტემატიურად ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ ეკლესიის მმართველობის ეს სისტემა. აი მაგალითად მე-4 კანონში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეპისკოპოსების დადგინება უმეტესწილად ჯეროვანია სამთავროს, ანუ ასე ვთქვათ რეგიონის ყველა ეპისკოპოსთა მიერ. ხოლო თუ მათი შეკრება ვერ ხერხდება წარმოჩენილი გაჭირვების ან შორიგზის გამო, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში სამნი ერთ ადგილას შეიკრიბონ, ხოლო არ დამსწრეთ წერილობით განაცხადონ თანხმობა და მხოლოდ მაშინ აღსრულდეს ხელდასხმა. დამტკიცება კი ასეთი ქმედებისა
ყოველ სამთავროში მის მიტროპოლიტს მართებს. ანუ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონის პირველ ეპისკოპოსს, ანუ დედაქალაქის ეპისკოპოსს გააჩნია ექსკლუზიური პრეროგატივა და პრივილეგია, რომ ვალიდურობა მიანიჭოს ამ სინოდის განჩინებას, რომელიც თქვა შეეხება ამ შემთხვევაში ეპისკოპოსის გამორჩევას. აქ ჩვენ როდესაც ვკითხულობთ ხელდასხმას, აქ არ იგულისხმება რიტუალი, არამედ ეს ბიზანტიელი კანონისტები, რომლებიც აღიარებულია, რომ ავთენტურად განმარტავენ ამ კანონებს, წერენ, რომ აქ ხელდასხმაში არ იგულისხმება უშუალოდ რიტუალი, არამედ კენჭისყრის პროცესი, იმიტომ რომ ხელდასხმა ხელისაწევაზე იყო დაკავშირებული. იგივე მაგალითად მეხუთე კანონს თუ დავაკვირდებით ამავე კრების, ვნახავთ, რომ ეს ციტატა არის, რომ თითოეულ სამთავროში უნდა შეიკრიბოს ორჯერ კრება და განიხილონ სხვადასხვა დავები, რათა ასე ვთქვათ, ერთსულოვნება ჩამოყალიბდეს და ერთად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ანუ აქ ძირითადად ეს მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, რომ ანუ ვთქვათ, როდესაც ეპისკოპოსი განშის ვინმეს, აქ არსებობს საშუალება, რომ ამ ეპისკოპოსის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ამ სამთავროს კრებაზე, ანუ დღეს რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის სინოდზე. იგივე მაგალითად მე-6 კანონის მეორე ნაწილი არის ეს. ხედავთ, რომ თუ მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე იქნეს ეპისკოპოსად დადგინებული, ასეთი პირის მიმართ დიდმა კრებამ განაჩინა, რომ ეპისკოპოსად არ უნდა დარჩეს. ხოლო თუ გამორჩევა ეპისკოპოსთან მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ თუ 2 ან 3 ეპისკოპოსი საკუთარი პატიმოყარეობიდან გამომდინარე ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმეტესობის აზრი. ანუ აქ ჩვენ ხედავთ, რომ კვლავ ამ მიტროპოლიტის პრეროგატივებს და პრივილეგიებს აღიარებს განსაკუთრებულად და ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ამ პრიმატს, ანუ ამ პირველ ეპისკოპოსს გააჩნდა პატივით უპირატესობა, მას გააჩნდა ასევე ძალაუფლებითი უპირატესობა, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბრალოდ პატივი არ იყო, არამედ მას გააჩნდა ეს სამართლებრივი შინაარსი, რომ მას გააჩნია კონკრეტული პრეროგატივები, რაც არ გააჩნიათ სხვა ეპისკოპოსებს, ხო? იგივე მაგალითად ანტიოქიის კრების მე-16 კანონი წერს, რომ სრული კრება ეწოდება იმას, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსი, ესე იგი მიტროპოლიტი. ანუ აქ ხედავთ, რომ ვალიდურად კრება შესაძლებელია მოწვეული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის პირველი ეპისკოპოსი მოიწვევს, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება არავალიდური. ну, რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ დედაქალაქის ეპისკოპოსს არ შეუძლია და ვინმე სხვას მისგან ვინმე სხვა ეპისკოპოსს თქვა დაავალებს, რომ უთავჯდომარეობს ამ კრებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ ამ პრიმატს გააჩნია როგორც ადმინისტრაციული, ასევე საკრამენტალური უფლებამოსილება, ხო? ადმინისტრაციული იქიდან გამომდინარე, რომ კურირებს, ასე ვთქვათ, ეკლესიის ერთობას, ამტკიცებს გადაწყვეტილებებს, კრებებს იწვევს და ასე შემდეგ, ანუ ექსკლუზიური უფლებები და საკრამენტალური, რომ აი მაგალითად მე-4 კანონის განმარტების დროს აღნიშნავენ კანონების განმარტებლები, რომ ეს მიტროპოლიტი აღასრულებდა ხელდასხმას და ის უძღვებოდა ამ ხელდასხმას, ანუ მისი ექსკლუზიური პრეროგატივად იქნა ასევე მიჩნეული. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე ყალიბდება ავტოკეფალიის მთავარი კრიტერიუმები, რაც არის ეპისკოპოსებისა და მწყემსთავრის დამოუკიდებლად, ანუ გარეშე ძალებისგან კურთხევა და განსჯა. აი მაგალითად ბალსამონი ბიზანტიელი ცნობილი კანონისტი, რომელიც აღიარებულია, რომ ავთენტურად განმარტავს ამ კანონებს, მეორე კრების მეორე კანონში განმარტებისას აღნიშნავს, რომ აი მაგალითად იქ მოყავს ეს სწორედ სამიტროპოლიტოს სისტემაზე საუბრობს და ამის შემდეგ მოყავს სწორედ მაგალითად აი ცნობილი საქართველოს ეკლესიის შემთხვევა რო ახსენებს, რომ აი საქართველოს ეკლესიაც ავტოკეფალური არისო და ჩამოთვლის კიდე სხვა ეკლესიებს, ხო? ანუ აქ მოყავს ზუსტად ეს, რომ ძველად მიტროპოლიტები ავტოკეფალურად მიიჩნეოდნენ, ანუ დღევანდელი ენით რო შევხედოთ ჩვენ, ხო? ანუ ავტოკეფალია რა თქმა უნდა უფრო გვიანდელი ინსტიტუტი არის და არ არსებობდა პირველ 1000 წლებში, უფრო პირველი 1000 წლების ბოლოში ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ ეს მოციქული და 34 კანონი წარმოადგენს ერთგვარ რუკას, ასე ვთქვათ, როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ პრიმატისა და სინოდურობის ინსტიტუტმა, როგორც ადგილობრივ, ეპარქიულ და მსოფლიო დონეზე. ანუ აქ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ასეთი კლასიფიკაცია მოვახდინოთ, თუ როგორ ხდება პრაქტიკაში ამის აღსრულება, ხო? არსებობს სამრევლო და მონასტერი, არსებობს ადგილობრივი ეკლესია, ანუ საეპისკოპოსო, ანუ ქალაქის ეკლესია, არსებობს ეპარქიული ეკლესია, ანუ რეგიონის ეკლესია, რომელიც დღევანდელი ენით შეიძლება ვთქვათ ავტოკეფალური ეკლესია ან საპატრიარქო ეკლესია და ვთქვათ, რომ დაუბრუნდეთ წინას ადგილობრივი ეკლესია შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად აი ბოლნისის ეკლესია რო ეწოდოს, ეს აბსოლუტურად ეკლესიოლოგიურად და კანონიკურად გამართლებულია.
და ბოლოს უკვე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უკვე ასე ვთქვათ არსებობს უხილავად ყველგან და გამოიხატება ამ ადგილობრივ ეკლესიებში და თითოეულ ევქარისტიაში, რომელიც აღესრულება თუნდაც ყველაზე პატარა სამრევლოში. ანუ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მყოფობს ყველგან ვალიდურად აღსრულებულ ევქარისტიაში. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა თუ საიდან იღებს ეკლესიის ასეთი კლასიფიკაცია სათავეს. აი მაგალითად ჩვენ თუ შევხედავთ წმინდა წერილს, ნახავთ რომ არსებობს სახლის ეკლესია, კატიკონ ეკლესია ან სახლში ეკლესია. აი მაგალითად ქართულად უფრო მეტად ნახეთ სახლისა მათისა კრებულთა. ნუ არ არის გასაგები, მაგრამ აი როდესაც დავაკვირდებით ბერძნულად მაგალითად კატიკონ ეკლესიან ან ინგლისურად church in the house. ხედავთ უკვე რომ რაღაცა ეს ეკლესიის ის ჩანს, რომ ანუ ამ სახლში არსებული ეკლესიები, ანუ ეს იყო პირველი ქრისტიანების შეკრება, როდესაც იკრებებოდნენ და ევქარისტიას აღასრულებდნენ და ერთად არსებობდნენ, ხო? აი მაგალითად პავლე წერს ასეთ ეკლესიებს. იგივე ადგილობრივი ეკლესია, ქალაქის ეკლესია, აი მაგალითად პავლე წერს ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში. იგივე თესალონიკელთა ეკლესიას. აი მაგალითად შეიძლება სკოლიოსი იმითი აღნიშნოთ, რომ რადგანაც თესალონიკელთა ეპისტოლე არის ქრონოლოგიურად პირველი, რომელიც დაიწერა, სწორედ აქ არის ასე ვთქვათ ქრისტიანულ კონტექსტში პირველად გამოყენებული ეკლესია, თესალონიკის ეკლესია და ამის შემდეგ უკვე ქრონოლოგიურად დანარჩენი ტექსტები იწერება. მოკლედ რომ გავაგრძელოთ, აი ეპარქიული პროვინციული ეკლესია უკვე ჩვენ ხედავთ რომ არსებობს აი გალატიის ეკლესიები, ანუ გალატია ეს არის რეგიონი, აი მაგალითად რო ავიღოთ ჩვენთვის გასაგები რო იყოს, აი მაგალითად ქვემო ქართლის ეკლესიები რო ვთქვათ, ხო? ანუ ქვემო ქართლში ვთქვათ შეიძლება ვთქვათ ბოლნისის ეკლესია, დმანისის ეკლესია და ასე შემდეგ. იგივე მაგალითად მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომელიც არიან იუდეაში. ან იგივე მაკედონიის ეკლესიები. აი ჩვენ ხედავთ რომ რეგიონულ ეკლესიებზე არის საუბარი, ხო, რომელიც აერთიანებს ასე ვთქვათ რამოდენიმე ეკლესიას. და მსოფლიო უნივერსალური კათოლიკე ეკლესია უკვე როდესაც საუბარი არის მაგალითად ქრისტე რო პეტრეს ესაუბრება და ამბობს რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. ან სავლე არბევდა ამ თელს ეკლესიას და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ მაგალითად მოყვანილი არის მაგალითი. ეს პრეზენტაცია ატვირთული არის უკვე ჩვენს Google Drive-ზე და შესაძლებელი იქნება თქვათ ვისაც სურს გადმოიწეროს. ეხლა უკვე ჩვენ ვნახოთ თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, ხო, პრაქტიკაში. აი მაგალითად სამრევლო და სამონასტროს შემთხვევაში ვიცით რომ არსებობს წესით სამრევლოში სამრევლო საბჭო, რომელიც ერთგვარი მუდმივი მოქმედი ორგანო არის, რომელსაც ხელმძღვანელობს ტაძრის წინამძღვარი, როგორც ადმინისტრაციული და საკრამენტალური პრიმატი. ანუ მისი პრეროგატივა არის, რომ მოიწვიოს საბჭო, იგივე ვრცელდება მონასტრის შემთხვევაშიც, რომ არსებობს მაგალითად სამონასტრო საბჭო, რომელიც მუდმივი მოქმედი ორგანო არის, შედგება თქვათ მონასტრის წინამძღვრისგან და რამოდენიმე გამოცდილი მონაზონისაგან და თქვათ არეგულირებენ ასე ვთქვათ მონასტრის მმართველობას. ამ პრიმატის უფლებამოსილება, როგორც ასე ვთქვათ ადმინისტრაციული და საკრამენტალური გამოიხატება იმაში, რომ ამ პირველი პირების, ანუ სამრევლოს შემთხვევაში ტაძრის წინამძღვრის, მონასტრის შემთხვევაში მონასტრის წინამძღვრის ექსკლუზიური უფლებაა, რომ მოიწვიოს ეს საბჭო, თავმჯდომარეობა გაუწიოს, დანაშაულში მხილებული პირები საეპისკოპოსო სასამართლოზე გადასცეს, ლიტურგიას და სხვადასხვა მსახურებებზე პირველი იყოს, ასე ვთქვათ, და წაუძღვეს ამ მსახურებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს პიროვნებები პასუხისმგებელი არიან ეპისკოპოსის წინაშე. მაგალითად, ჩვენ თუ სურს საინტერესო მაგალითი მოვიყვანოთ ათონისთის შემთხვევაში. ვხედავთ, რომ ათონისთაზეც არსებობს ასეთი ფუნქციონირება პრიმატისა და სინოდალურობის. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არსებობს ასე ვთქვათ ეპისკოპოსი, იმიტომ რომ ესენი ათონისთა ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს, აქედან გამომდინარე, მათ აქვს შიდა მმართველობის სისტემა, ხო? არსებობს უმაღლესი მმართველი ორგანო, რომელიც არის გაფართოებული კრება და ამ კრებაში მონაწილეობენ წინამძღვრები და მათი წარმომადგენლები და ამას თავმჯდომარეობს პროტეპისტატი, ანუ აი ეს პიროვნება, რომელსაც თქვენ შუაში ხედავთ კვერთხით და ჯვრით და იკრიბება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. არსებობს იგივე წმინდა კინოტი, ანუ სინოდის სხვა ვარიანტი არის, წმინდა კინოტი, რომელიც არის ცენტრალური, კოლექტიური და მუდმივი მოქმედი თვითმმართველი ორგანო. აი მაგალითად ეს არის წმინდა კინოტი, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ. რო ანუ 20 მონასტრის წარმომადგენლისგან შემდგარი დაკომპლექტებული, ასე ვთქვათ, ორგანო, რომელიც იკრიბება კვირაში 3-ჯერ და გააჩნია სასამართლო და ადმინისტრაციული უფლებამოსილება. ანუ პირველ ინსტანციის დონეზე, ასე ვთქვათ, ესენი ასამართლებენ მონაზვნებს. და შემდეგ არის უკვე წმინდა ეპისტასია, რომელიც შედგება 4 კაციანი
4 კაცისაგან და პასუხისმგებელია წმინდა კინოტის გადაწყვეტილებების აღსრულებებზე და ირჩევა 1 წლის ვადით. აი მაგალითად ამ ეპისტასიაში შედის როგორც ეს პროტეპისტატი, ეს პიროვნება კიდევ 3 მონასტრის წარმომადგენელი. ეხლა როგორ ფუნქციონირებს ადგილობრივი ეკლესია, ანუ ქალაქის ეკლესია, საეპისკოპოსო. აქ არსებობს ეპისკოპოსი, სასულიერო და საეროდასი, სამრევლო და სამრევლო ტაძრები და მონასტრები, ხო? ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით არსებობს საეპისკოპოსო საბჭო, რომელიც ასე ვთქვათ, უნდა იყოს მუდმივ მოქმედი ორგანო, რომელიც ვთქვათ, შეიძლება თვეში ერთხელ შეიკრიბოს და საეპისკოპოსო კრება, რომელშიც მონაწილეობს უკვე ყველა სასულიერო პირი და შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შედგეს. აქვე არსებობს ადგილობრივ ეკლესიაში არსებობს სასამართლო, ანუ საეპისკოპოსო სასამართლო, სამდივნო კომისიები, ოფისები და სხვადასხვა დაწესებულებები შეიძლება გააჩნდეთ. როგორც ასეთი პრიმატის უფლებამოსილება, ანუ ეპისკოპოსის უფლებამოსილება, არის საეპისკოპოსო საბჭოსა და კრების მოწვევა და თავმჯდომარეობა, სასულიერო და საერო პირების განსჯა და ასე შემდეგ. სასულიერო პირები ვალდებული არიან ეპისკოპოსი მოიხსენიონ მსახურებებზე, როგორც მათთან ევქარისტიულ კავშირში მყოფნი. ეპისკოპოსი კი პასუხისმგებელია წმინდა სინოდის წინაშე. იხსენიებს ეპარქიული ეკლესიის მეთაურს, ანუ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ვთქვათ საქართველოს პატრიარქს პირობითად. ეხლა რაც შეეხება ეპარქიულ ეკლესიას, ავტოკეფალურ ეკლესიას, ან საპატრიარქო ეკლესიას, ეს შეიძლება იყოს აქ არსებობს ეპარქიულ ეკლესიაში არსებობს ეკლესიის მეთაური, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის ტიტული, არსებობენ უღმრთმთავრები, სასულიერო და საერო დასი, ხო? ადმინისტრაციულ მოწყობას რაც შეეხება, არსებობს წმინდა სინოდი, რომელიც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება, ასე ვთქვათ, ტაქტიკურად და რიგ გარეშეთ რამდენჯერაც ვთქვათ საჭირო იქნება ამისი. აქვე არსებობს სინოდური კომისიები, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები და ასევე სააპელაციო სასამართლო. პრიმატის უფლებამოსილება, ანუ ამ შემთხვევაში პირობითად უფრო გასაგებია იყოს პატრიარქის უფლებამოსილება, იქნება წმინდა სინოდის მოწვევა და თავმჯდომარეობა და ეს ვნახეთ ჩვენ, რომ რატომ არის ეს ექსკლუზიური უფლება მისი, ხო? რომ მხოლოდ მას აქვს, ასე ვთქვათ, რომ ვალიდური იყოს სინოდის განჩინება, მხოლოდ პატრიარქმა უნდა მოიწვიოს, ან მისგან დავალებულმა პიროვნებამ. მას გააჩნია სააპელაციო უფლება ეპარქიულ დონეზე, ანუ ადგილობრივ ეკლესიაში, აი მაგალითად საქართველოს პატრიარქს გააჩნია აპელაციის უფლება საქართველოს ეკლესიის საზღვრებში, ანუ ნებისმიერი ეპისკოპოსის მიერ გამოტანილი განჩინება შეუძლია სააპელაციო დონეზე განიხილოს და ან დაამტკიცოს, ან ვთქვათ, სხვა განჩინება მიიღოს. იგივე შეუძლია მიიღოს გამოხატოს სხვადასხვა ინიციატივები და ასე შემდეგ, ხო? ანუ პასუხისმგებელია წმინდა სინოდისა და უკიდურეს შემთხვევაში მსოფლიო კრების წინაშე. ყოველი ეპარქიული ეკლესიის მეთაური ვალდებულია მოიხსენიოს მსოფლიო პატრიარქი და დანარჩენი ეკლესიების მეთაურები, რათა გამოიხატოს ამ ეკლესიის კანონიკურობა, რომ ევქარისტიულ კავშირში იმყოფება ყველა ეკლესიასთან. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიის კანონიკურობისთვის, რომ ერთ ეკლესიასთან მაინც უნდა იყოს ევქარისტიულ კავშირში, რომ მისი კანონიკური ჯაჭვი არ გაწყდეს, ასე ვთქვათ. და ჩვენ უკვე გადავდივართ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაზე, კათოლიკე ეკლესიაზე, რომელიც შედგება ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიებისაგან. როგორც ასეთი ადმინისტრაციული მოწყობა არ არის მუდმივ მოქმედი ეს, ანუ დიდი დამწყემსთავართა კრება არის, რა თქმა უნდა, უმაღლესი საკანონმდებლო სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც იღებს უაპელაციო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასეთი კრებები ტარდება ეკლესიის ისტორიიდან გამომდინარე, ტარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ასე ვთქვათ, საჭიროება არსებობს, ანუ მუდმივ მოქმედი ორგანო არ არსებობს ასეთი, როგორც ასეთი მწყემსთავართა კრება. რაც შეეხება პრიმატს, ანუ მსოფლიო პატრიარქს, როგორც პირველ ეპისკოპოსს მართლმადიდებელ ეკლესიაში, გააჩნია ასეთი, ანუ დიდი მწყემსთავართა და ენდიმუსა კრებების მოწვევა და თავმჯდომარეობა. იგივე სააპელაციო უფლება მსოფლიო დონეზე, ავტოკეფალიის გადაცემა ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე და პასუხისმგებელია თავისი წმინდა სინოდისა და მსოფლიო კრების წინაშე. რაც შეეხება ხაი მაგალითად ცოტა რომ მიმოვიხილოთ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ეს უფლებამოსილებები, ჩვენ ვიცით რომ მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ მესამე კანონით განსაზღვრა რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მიენიჭოს რომის ეპისკოპოსის შემდეგ თანაბარი პატივი და უპირატესობა, ხო? აქ რა თქმა უნდა ამ შემდეგ წინდებულ შემდეგზე, ანუ რომის ეპისკოპოსის შემდეგ თანაბარი პატივი. სხვადასხვა აზრი არსებობს, თუმცა დამკვიდრებული არსით ეს არ განსაზღვრავს ხარისხს პატივის, არამედ დროს. ანუ დიპტიქში მეორე ადგილზე არის ის. იგივე მაგალითად მეოთხე მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებით განსაზღვრულია, რომ მაგალითად თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლირიკოსი, მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოს მიმართოს, ანუ ამ შემთხვევაში დიდი სამთავროს ეგზარქოში აღიარებულია
რომ დღევანდელი ენით რო ვთქვათ, ანუ ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს. ანუ მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებამ უკვე პრაქტიკაში არსებული ეს ტრადიცია დაამტკიცა და მიიღო ამ კანონების სახით. იგივე მაგალითად ეს კანონი დამტკიცებულია მერე უკვე აქ გამორჩენილი მაქვს იმავე კრების, ქალკედონის კრების 22 კანონი, ტრულის კრების 36 კანონი, მეშვიდე მსოფლიო კრების მე-11 კანონი და ასე შემდეგ. აი მაგალითად ივანე ზონარასი, როდესაც ეს ივანე ზონარა გახლავთ ბიზანტიელი კანონისტი, რომელიც მიჩნეულია, რომ ავთენტურად განმარტავს ამ კანონებს და მოშველიებული არის სინოდურ დოკუმენტებშიც კი, ამბობს, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს გააჩნია უპირატესობის პატივი, ანუ პრიმატი, ანუ განსაკუთრებული ადგილი, როგორც ახალი ქალაქი და ქალაქთა დედოფალი და ასე შემდეგ რომის ეპისკოპოსის შემდეგ. გასაგებია ეს თქვათ რა მიზნითაც იყო თქვათ ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემულობა ის არის, რომ ეს კანონები არის მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი კანონმდებლობა და მიზეზებს ამ შემთხვევაში არ გააჩნია მნიშვნელობა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არის და სანამ სხვა კრება ამ კანონებს არ გააუქმებს, ის ვალიდური იქნება. ეხლა უკვე ჩვენ ვნახოთ თუ რა ხდება დღეს უკვე მართლმადიდებელი ეკლესიის კონტექსტში, ანუ რა ხდება, რამდენი ეკლესიები გვაქვს და რა ვითარება გვაქვს, ხო? ჩვენთვის ცნობილია, რომ რომის ეკლესიის გარდა აქ არ მაქვს შეტანილი, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე ვსაუბრობთ ჩვენ, მსოფლიო კრებების მიერ აღიარებული არის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და კვიპროსის ეკლესია. საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში ვითარება განსხვავებული არის, ის არ არის აღიარებული მსოფლიო კრების მიერ, თუმცა მას გააჩნია ისტორიულად განსაკუთრებული ისტორიული წარმომავლობა და ამიტომაც რაღაცა არც ერთ კატეგორიაში არ გადის, ასე ვთქვათ, არც მსოფლიო კრებების კატეგორიაში და არც იმ ეკლესიებში, რომლებმაც ავტოკეფალია მიიღეს მსოფლიო საპატრიარქოსგან. რომელთა შორის არიან მაგალითად რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის ეკლესიები. ანუ ყველა ამ ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო მსოფლიო საპატრიარქოსგან დაწყებული 1593 წლიდან რუსეთის ეკლესიით და დამთავრებული, ვთქვათ, 2019-ში უკრაინის ეკლესიით. ვთქვათ, თუ რა თქმა უნდა იარსებებს კითხვა უკრაინის თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ ისმის ახლა კითხვა, თუ რა ხდება დღეს, ანუ რამდენად მიღებულია მსოფლიო საპატრიარქოს ეს ერთგვარი უპირატესობის აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჩვენ ვიცით, არსებობს სხვადასხვაგვარი გაუგებრობები მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, თუმცა ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი არის რომ ნახოთ თუ რა ხდება ოფიციალურ დონეზე და ეს ოფიციალური დონე არის ეკლესიის სინოდურად გამოხატული პოზიციები. მე აქ ახლა გაგიზიარებთ, მაგალითად აი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოს მე მოგიყვანთ ახლა. აი აქ. იმედია ხედავთ, ხო? ხო. ეს არის საქართველოს ავტოკეფალიის აღიარების, ეს არ არის გადაცემის ავტოკეფალი არ გადაუცია მსოფლიო საპატრიარქოს, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში აქ უკვე არსებობდა ავტოკეფალური მოწყობა საქართველოში, უბრალოდ მსოფლიო საპატრიარქომ დაამტკიცა ეს. და ჩვენ ვხედავთ აქ ასეთ რამეს, რომ აღიარებს თქვათ, რომ თქვათ აი აქედან რომ დავიწყოთ სხვა ადგილობრივ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კანონიერი უფლებებით მოქმედებს, მეთაურად ყავს, ანუ საქართველოს ეკლესიაზე არის საუბარი, მეთაურად ყავს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და კანონიკური და საეკლესიო წესის თანახმად აღიარებს და პატივს ცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას და ვითარცა თავის უმაღლეს მმართველობით ორგანოს ცნობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან შემდგარ წმინდა სინოდს, რომლის თავმჯდომარეც არის მთავარეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა. მაგალითად, ეკლესიებს შორის ურთიერთობისთვის აქ რო გავაგრძელოთ წერია, რომ ჩვენს უწმინდეს 60 ქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტთან, ასევე ყოველ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან სულიერი და კანონიკური ერთიანობის დაცვის მიზნით, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად. ყოველი მთავარეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა მოვალეა მათ მეთაურებს, ანუ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურებს აცნობოს მისი არჩევა, თავისი არჩევა და აღსაყდრება სამშვიდობო საინტრონიზაციო ეპისტოლეებით. წარმოაჩინოს ამასთანავე აღმსარებლობა და დასტური მისი და მისდამი რწმუნებული წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიისა, რომ შეუბრალოდ დაიცავს მართლმადიდებელ სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობას და ამასთანავე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და საღვთო კანონებსა და წესს. ანუ აქ ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივე პროცესს, როდესაც
მაგალითად თუ დასწრები ხართ ეპისკოპოსის გამორჩევას, ისიც არქიმანდრიტიც, რომელსაც წარადგენენ წმინდა სინოდის წინაშე, ისიც ზუსტად ასე ამბობს, რომ სარწმუნოების დადასტურებას ამბობს, თქვა წარმოთქვამს სარწმუნოების სიმბოლოს და შემდეგ სხვადასხვა დოგმატებს ჩამოთვლის, რომ ის დაიცავს წმინდა კანონებს და ზუსტად ამ პრინციპით არის, რომ წყემსთავარს, როდესაც აირჩევენ, მან უნდა განუცხადოს სხვა ადგილობრივ მართლმადებელ ეკლესიებს, რომ აი იგივე დოგმატურ და კანონიკურ ჩარჩოებში რჩება, ასე ვთქვათ. ამასთანავე ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებათა დროს, რომელიც ავტოკეფალური ეკლესიის საგანგებლო საზღვრებში იჩენს თავს, ხოლო საყოველთაო განჭესა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისა, მიმართონ ჩვენს უწმინდეს მსოფლიო საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს ჭეშმარიტი სიტყვის მართმკვეთელთ და თავისივე თხოვნის შესაბამისად მიიღებს მისგან სარწმუნო აზრსა და შეხედულებებს. ანუ აქ ხედავთ ერთგვარი ეკლესიების ურთიერთგადაჯაჭვული ურთიერთობა, რომ ანუ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე იარსებონ. ეხლა მე მაგალითად გაგიზიარებთ ასევე წმინდა და დიდი კრების დოკუმენტს, ეს გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა დიდი კრების ორგანიზებისა და მუშაობის რეგლამენტს, რომელიც მიღებული იყო წმინდა დიდი კრების მომზადებამდე, დამტკიცებულია ყველა ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ და რა თქმა უნდა აქ ჩვენთვის გასაგებია, რომ ასეთი დოკუმენტი არ იქნება უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ტექსტი, რომელიც რაღაცა თეორიებს გადმოსცემს, არამედ ამაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული თეოლოგია, ხო? ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა. მაგალითად აქ ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც საუბარია დიდი და გაფართოებული მსოფლიო კრების ან ავტორიტეტული ან წყემსთავართა კრების მოწვევის შესახებ, ასეთი პრივილეგია გააჩნია მსოფლიო პატრიარქს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ მსოფლიო პატრიარქი კრების მოწვევის თაობაზე ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადებელი ეკლესიის წინამძღოლებს ატყობინებს საპატრიარქო წერილით. იგივე მაგალითად ჩვენ თუ შევხედავთ კრების თავმჯდომარეობას, ვხედავთ, რომ კრების სხდომებზე თავმჯდომარე არის მსოფლიო პატრიარქი. სხვა ადგილობრივი მართლმადებელი ეკლესიების წინამძღოლები მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიქის შესაბამისად მის მარჯვნივ და მარცხნივ სხდებიან. იგივე მაგალითად კრების თავმჯდომარის უფლება პრეროგატივა, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური უფლება არის, რომ აცხადებს კრების გახსნასა და დახურვას, ვთქვათ, ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლებთან ერთად გეგმავს მუშაობას კრების დღის წესრიგის გათვალისწინებით. ასევე ურთიერთმოქმედებს მათთან, რათა ნებისმიერი პროცედურული ხასიათის ან კრების მუშაობასთან დაკავშირებული საკითხი მყისვე იქნეს გადაწყვეტილი. ამტკიცებს ღვთისმსახურება და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ ჩვენ ხედავთ, რომ გააჩნია რაღაცა განსაკუთრებული პრეროგატივა მსოფლიოს პატრიარქს, როგორც პირველ ეპისკოპოსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ აი თქვათ, რომ გავაგრძელო ახლა მე ისევ სლაიდები ჩვენი. ვხედავთ, რომ ეს პრიმატი და სინოდალურობა ერთმანეთთან არის ურთიერთგადაჯაჭვული და ესენი ერთმანეთის გარშე არ არსებობენ. რაც შეეხება მაგალითად დღევანდელ მიმდინარე საღვთისმეტყველო დიალოგებს პრიმატისა და სინოდალურობის საკითხზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან განხეთქილების ძირითადი მიზეზი, პირველი მიზეზი შეიძლება ითქვას, ეს იყო რომის ეპისკოპოსის პრიმატთან დაკავშირებული საკითხი, რამაც თქვათ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა და შემდეგ ურთიერთობები უფრო დაიძაბა და ასე შემდეგ, ყველამ ვიცით ეს ისტორია. ამის მიუხედავად მე-20 საუკუნეში დაწყებულმა საღვთისმეტყველო დიალოგმა საინტერესო დეტალები წარმოგვიჩინა. ასე ვთქვათ, ამ თემაზე პრიმატსა და სინოდალურობის საკითხზე დაიწყო დიალოგი. ამ დიალოგში, რა თქმა უნდა, მონაწილეობდა საქართველოს ეკლესია, მაგალითად აქ ფოტოზე წარმოდგენილი არის ბოლო საღვთისმეტყველო დიალოგი, რომელიც შედგა 2023 წელს ალექსანდრიაში და ჩვენ აქ ხედავთ საქართველოს ეკლესიის ორ წარმომადგენელს, მიტროპოლიტს და მღვდელს. ამ დიალოგის ფარგლებში, ამ პრიმატსა და სინოდალურობაზე მიღებული იყო ძირითადად 3 დოკუმენტი: ეკლესიის საკრამენტალური ბუნების საეკლესიო და კანონიკური შედეგები, საეკლესიო ზიარება, კრებსითობა და ძალაუფლება, ეს რავენას დოკუმენტი არის ცნობილი 2007 წელს მიღებული, ასევე პრიმატი და სინოდალურობა პირველ 1000 წლეულში, კიეტის დოკუმენტი, რომელიც მცირე ამონარიდი ჩვენ წავიკითხეთ, და ასევე პრიმატი და სინოდალურობა მეორე 1000 წლეულში და დღეს, ალექსანდრიის დოკუმენტი, რომელიც ასევე თუ ვთქვათ, ვინმე დაინტერესებული იქნება, შემიძლია ეს დოკუმენტები მივაწოდო. რადგანაც მე ვხედავ, რომ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო, კიდევ 10 წუთი მაქვს დარჩენილი დაახლოებით, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიგოთ, ვთქვათ, რა არის ავტოკეფალია და ავტონომია და მათში რა არის განმასხვავებელი ნიშანი. არის შემდეგი, რომ ავტოკეფალია ეკლესიის ადმინისტრაციული სტატუსია,
რომლის მეთაური არ ექვემდებარება სხვა რომელიმე ეკლესიას და დამოუკიდებელია შიდა საეკლესიო გადაწყვეტილებებში. ავტოკეფალური ეკლესია პასუხისმგებელია მხოლოდ სოფლიო კრების წინაშე. იგივე ავტონომიის ინსტიტუტი გამოხატავს ერთი ეკლესიის კონკრეტული ოლქის შედარებით ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობას იმ ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციისგან, რომელსაც იგი მიეკუთვნება. ავტონომიური ეკლესია პასუხისმგებელია იმ ავტოკეფალური ეკლესიის სინოდის წინაშე, ვისაც ექვემდებარება. ავტოკეფალიის გადაცემის საკითხზე მე ვფიქრობ, არ ღირს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება გაგვიგრძელდეს, თუმცა 10 საუკუნოვანმა ეკლესიის ისტორიამ აჩვენა, რომ მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქო გადაცემს ავტოკეფალიას და ეკლესიისთვის ჩვეულება და ეს წესები არის მნიშვნელოვანი და კანონებიც ამაზე საუბრობენ, იგივე მაგალითად პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი, რომელიც იწყებს, რომ ძველი ჩვეულებაა, რომ ასე უნდა იყოს. დასკვნა. ერთობა წარმოქმნის სინოდისა და პრიმატის ინსტიტუტს, რომლებიც განამტკიცებენ ერთობას. პირველი. მეორე, პრიმატი და სინოდი ერთად იბადებიან და წარმოადგენენ განუყოფელ ინსტიტუტს, რომელთაც კანონიკური, დოგმატური და ლიტურგიული ხასიათი და გამოვლინება გააჩნიათ. მესამე, ეკლესიის კანონები პირდაპირ საუბრობენ პრიმატისა და სინოდურობის ინსტიტუტზე, როგორც ეკლესიის მართვის საუკეთესო მეთოდზე, რომელიც განამტკიცებს ერთობას და აღმოფხვრიის განხეთქილების საფრთხეებს. მეოთხე, პრიმატი ვერ იარსებებს სინოდის გარეშე და სინოდი პრიმატის გარეშე, რადგან ერთი მეორეს საარსებო წყაროა. მეხუთე, პრიმატი აკონტროლებს სინოდს და სინოდი პრიმატს. მეექვსე, საკრამენტალურად, ანუ საიდუმლოებითად, ანუ ხარისხობრივად, რო ვთქვათ, ყველა ეპისკოპოსი თანაბარი და თანასწორია. თუმცა ადმინისტრაციულად განსხვავებულნი, რაც პატივის უპირატესობასაც წარმოქმნის. მაგალითად, საქართველოს პატრიარქი, როგორც მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, პირველია თანასწორთა შორის, როგორც მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი. თუმცა როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პირველია თანასწორთა გარეშე, რადგან როგორც ვთქვით, მას გააჩნია განსაკუთრებული პრეროგატივები, პრივილეგიები ეკლესიის მართვაში და სხვა ეპისკოპოსს არ გააჩნია. ხო. და მეშვიდე, პრიმატისა და სინოდურობის ჰარმონიული შერწყმის გარეშე ეკლესიის ინსტიტუტები ჩამოიშლება ან მონარქიულ ორგანოდ გარდაიქმნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.